მთავარი მიზეზი აქვს. ის იყო კარნავორი ან ჭამდა მხოლოდ ხორცს და იკვებებოდა ისეთი ზომის მსხვერპლით, როგორც დინოზავრები იყვნენ. მათ ყოველდღიურად საკმაოდ ბევრი საკვები ჭირდებოდათ. მათი მაშინდელი მსხვერპლი კი უბრალოდ აღარ არსებობს, გადაშენებულია. დღევანდელ სამყაროში უბრალოდ ვერ ხედავ იმ ცხოველებს, რომელიც სარკოსუკულს ამ დინოზავრებს ჩაუნაცვლებდა. კვება ცხოველის არსებობისთვის ყველაზე ფუნდამენტური საჭიროებაა. შესაბამისად, ეს რეპტილია დღევანდელ დროში კვების გარეშე ვერ გადარჩებოდა. მეგალოდონი. მეგალოდონი არის ზვიგენის გადაშენებული სახეობა, რომელიც მილიონობით წლის წინ ცხოვრობდა. ის შედარებით თბილ წყლებში სახლობდა. მეგალოდონის სავარაუდოდ ისტორიაში ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტაცებელი იყო. მეცნიერების ვარაუდით ის 18-3 მეტრამდე იზრდებოდა. მეგალოდონი ძალიან პოპულარული ცხოველია და ბევრს ის დღესაც ცოცხალი გონია. სიმართლე კი ის არის, რომ მეგალოდონის დროინდელი ეკოსისტემა ჩამოიშალა და როცა ეს ხდება, ყოველთვის ისეთი ცხოველები გადაშენდებიან ხოლმე,